საღამოშვიდობის თუ რა ვიცი რომელია საათი როგორ ხართ როგორ გიკითხოთ ეხლა იქნება ეხლა დაიწყო იმება მოусულა ინტერნეტი გამოვთე და ისა ეხლა იქნება 6 იქნებოდა დაწყებული 6 იქნება დაწყებული ხო თქვენთან ერთად დავლებთ ყავას ხალხო ზიანი ყავა უნდა დავლიოთ თქვენთან ერთად ხალხო როგორ ხართ აბა გითხარით როგორ ძადდებით როგორ გიკითხოთ ჩვენსკენ ძველებურად ჯეჯობით იტობა თქვენსკენ რა ხდება ჩვენსკენ სიკარგია და სიმშვიდე ადამიანი აი ხალხო აი რაზე მინდოდა საუბარი ზოგმა რო იცის არ გაუმართლებს ადამიანს ოჯახში თქვათ სიტყვაზე ავიღოთ მეუღლეში ან ქალში ან კაცის მეუღლეობაში და მეორედ რომ გათხოვდება მე ნამდვილად მაგას ვიძახი რომ უნდა კი აი სიცუდეს გვერდზე გახედვას და ესე ათაბათა სიარულს და შვილების დაყრას ისევე ჯობია ნამდვილად რომ გათხოვდეს ადამიანი მეორედ და ნახოს თავისი ბედი რა ვიცი თქვენი აზრი თუ არის ეგრე ნამდვილად ეგ უკეთესია იმიტომ რომ ხალხსაც უფრო სალაპარაკო აღარ ექნება ილაპარაკებს და გაჩუნდება მე და ის არის პატიოსნად როილი და ოჯახი რო დადიხარ უფრო იმას აშვები რა ქვია ხალხიც ლაპარაკობს ზედმეტად ხალხი ხო იცით ხალხო როგორია ხო და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ პატიოსნად გათხოვდი ოჯახი გეყოლება შვილი ნამდვილად არ უნდა დატოვოს შვილი მე მის წინააღმდეგი ვარ რომ ადამიანი შვილი დატოვოს და მე ეგეთი კატეგორიის ადამიანი არა ვარ რომ მეორე გათხოვდე და მესამეთ მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის ხო ელემენტარული გათხოვდეს ღმერთმა ბედნიერი იმასთან ვერ შეეწყო არ გამოვიდა ის როგორც უნდა როგორც არის ადამიანი ელემენტარული და ვერ შეეწყდნენ ერთმანეთს და იმ მეორესთან ნამდვილად შეიძლება კარგად არის და ნამდვილად აი უბრალოდ სიცუდეს გაკეთებას და ელემენტარული სიტყვაზე რომ აი გლახა გზას დადგომას ისევე ჯობია ნამდვილად გათხოვდე და ოჯახი შექმნა მეორედ გინდა მესამეთ იყოს თავარია პატიოსნად იყო და ნორმალურად იყო და შენი შვილები არ დაყარო რა ვიცი ჩემი აზრი ეგ არის რა ვიცი ყველას აზრი სხვანაირია შენი აზრი არის ეგრე გიორგი არის ზოგი რო ჭორაობს რომ სიარულს ჯობს რომ ისევე გათხოვდე და იმას აქნა რა ქვია უბრალოდ რა თუ მე მომიჩვენა გახ მოკოტილი გაქვს ეგ მეგონა მისაგაკ უბრუნდი რა მოკოტილი გაქვს რა ვიცი ჭყიალათა ჩანს გიორგი და რა ვიცი მაიემზე რო განათებს მიდი რა მომაწოდე აპრიალებულიო რომელია ჩემი რა მჩვენება აქვს ორივე ერთნაირი შაქარი არ გაუგეთე კი გაუგეთე მეც გაუგეთე იმას შაქარი იქ შავი ჩანს ეს ჭიქები აქ თეთრია თეთრი რა შავია შაქარი აი რინდა თუ გაცინდე ცხელია აი ჩემი აზრი ეგ არის და ნამდვილად უცხელია ზოგმა რო იცის რომ ჭორაობენ და ის ესეთია და ეს ესეთია და აი მეორე გათხოვდა და ესე ნამდვილად არ უნდა იჭორავ ადამიანზე ცხოვრებაში არავინ არ იცის ვის რა მოგვივა რანაირად ვიქნებით როგორ ვიქნებით ვინ როგორ გააკეთებს შეიძლება ჩვენ არ გავაკეთოთ მაგრამ ჩვენმა შვილებმა შეიძლება სხვანაირად გააკეთოს მაგრამ ყველა საჭიროა ნამდვილად არ უნდა გახადო თავი ასთას კუც გამოობა მეხუთე იცი რა არის ჯობია რომ ყველამ ჩვენი ცხოვრება განვიხილოთ და სხვის ცხოვრებაში ცხვირი არ ჩავყოთ უკეთესი იქნება არა ეხლა მაგ ცხოვრებაზე დავანებოთ თავი ნამდვილად იგი განიხილა და ეგეთი უბედურება და ის არ შეიძლება არავის საქმეში არ უნდა შეერიო შენი ცხოვრება როგორც მიდის ისე უნდა წაიყვანო შენი ცხოვრება
ვის და მიხედო საკუთარ ცხოვრებას ჯობია. ის არავის საქმე არ არის, ვინას გააკეთებს და ვინ როგორ იქნება. ვინ ორჯერ გათხოვდება, ვინ სამჯერ გათხოვდება, ვინ 4ჯერ, ვის ამხანაგი უღალატებს, ვის დაქალი შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს ჩვენი ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ დაქალი და ძმაკაცი რომ თქვათ იმ ღალატზე გიღალატებს, გინდა შეყვარებული იყოს, გინდა ვინც გინდა იყოს. ღალატი ყველაზე საშინელებაა. არ უნდა შეურიგდე საერთოდ, გინდა ქმარი გიღალატოს, გინდა ძოლი, არ უნდა შეურიგდე. არ უნდა იმას აქნა რა ქვია. ხო, არ უნდა აბადიო, გაუშვათ თავის გზაზე. არც უნდა ერთხელ შეიძლება იმას აქნა რა ქვია, გამოსწორდეს, მაგრამ იგივეს გააკეთებს. ადამიანები არ სწორდებიან. არასოდეს. ხო და იგივე ისევ შენ გეტკინება მერე გული. ნამდვილად უნდა გაუშვა. ყველას თავის გზა უნდა მისცე. გადი, როგორც მოხდი, ისე წადი. ხო მართალი ვარ. შვილი კი არა, რაც გინდა. და დაშორდე. ყავდეს. კი ძნელია ბავშვებისთვის. არა, უბრალოდ ბავშვისთვის არის ყველაფერი ძნელი, მაგრამ რას ვიზავთ? ხდება. სხვათა შორის საზღვარგარეთ მოსულა, მაგალითად, დაქორწინების გარეშე ერთად ცხოვრება, თუ ვერ შეეწყე, იმას აშვებიან, აქვე, შორდებიან მერე. შენი ტელეფონი უბირავს. და ეს ესეთია, ის ესექნა, ამან ესაკნა, იმან დაანები ახლა მაგ თემას თავი. ბევრ ამის ჭორიკნები არიან უკვე ეს ხალხი. დანებებული არ მოქრას ზახი გრახს. არც მეგობარს არ უნდა აპატიო თუ იმას ქნის გიორგი გიღალატებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ. მორჩა. ნამდვილად არ უნდა აპატიო. უნდა გაგაკეთებინა ეს ხალხი. არ გინდა. რატო დე? არ მომწონს, აღარ მომწონს ეს ხალხი ვინმე. აღარ ვარგა. მაშინ რა არის, აბა გადაგვარო, რა წავიღო. ცუდი გემო აქვს რაღაცა. არა, ცუდი გემო, კაი გემო აქვს. შენ ყავის მუშტარი არ ახარ და ტყოილა გავაკეთები რა. აბა მაგდენი რო დავდიო ახლა შეკიებ ფეხებს. ეგრეა ჩვენი აზრი და გონება. შეიძლება გასწდეს. თანგლახა დასაკავებელი ჭიქა. ცუდი ჭიქა, ხო? აი ეს ბურთები რო აქ ხელის ჩასაკიდე გახაკ. ესე ვიტრინაში როდებს ლამაზათა ჩანს თუ უბრალოდ. არ არის ლამაზ ჭიქა. ვიტრინაში ჩანს ლამაზად თუ არა ისე შავი არის უშუალოდ. გამჭვირვალე მაინც იყოს, უკეთესი იქნებოდა. გამჭვირვალე არ არის, ხო ჩანს. შავი ფერია დაგრავს მე. უშუ. სხვა ჭიქები უკეთესია. არა ხო? ფინჯანი. და ფინჯნაო. ყველაზე ძალიან რომელი ტკბილეული იყოს გიორში? არც ერთი. ტკბილეული, აი კამფეტი, არანაირი? აი ეს არც პლიტკა, არც შოკისა. რომელი უფრო გიყოს? არც ერთი. რაზე ჭამბიდე თუ არც ერთი? სნიკერსი? მარსი? არ მიყვარს ტკბილეული თუ. არც ერთი ტკბილეული არ მიყვარს. ტკბილეულის მოყვარული არა ვარ. მე არ შემიჩემია უფრო. მარილიანი, ხო? ხო. ჟავი, მწარი. მწარი არ გიყოს.
შავები უფრო გიყვარს. მე და ვინ გითხრა რომ მწარე არ მიყვარს, მიყვარს მწარეც. გიყვარს მწარეც? ბიძანი მწარე არ გიყვარს. როგორ არ მიყვარს? შვი. მე ეს ფხრა. ეს ფხრა გონი. რა ბრაც უნდა შეგ. აი შეგვეტყო სიცხე, აკაშკაშ და აკაობა. აი იქიდან ცუდად ის მოშვება თვალებს ჭრის. დალი რძის ძალა მოგცეს ხმერტმა. ყავს მაგარი ენერგია მოაქვს. დაბლივე პრასვიზამთ. რას ჩაურია ხარ პესოი? ეს ტკოვი უქენი, მაგრამ ეს ტკვილი იყო. სხვათა შორის არც მე ნყოს დამიტანი ტკბილი რა. აი ზედმეტად რაღაცა ტკბილი რო არის, ზედმეტად არ მიყვარს. ის მიყვარს, აი ძალიან ტკბილი რომ არ არის. მარილიანები მიჩემნია რა თქმა უნდა, უფრო და ყავაზე მიყოლებას კიდე ვერ ვიტან. ხო, ყავს გემოს ვიღარ ვატან წარე ახული. არც მე ნყოს ყავაზე მიტანება. ამ ბოლო დროს ყავა ყველა მემწარგუნება, მივაყოლო თუ არა, იცი წარეა და. არ გიყვარს შენ ყავა. წარე დავსვახოლე. შენ არ გიყვარს ზოგადად ყავის მუშტარი არ ხარ. რა უნდა მოხდეს ყავა დალიოს. რა უნდა მოხდეს დალე? დალე. საშენოა. კბილი არის რა, კედი დედა. 500 კოზის ჩაყარე შიგნით. არა დედა ერთი კოზი ჩავყარე, თვითონ აყესო. თუ რა ტკბილია რა არის? ბარ. ხოლო თავები გუჩანში გამომწი გაჩქახელი. ჰა? რა ხარი თავები ჩანს? ადიდებს და. თავი გადას იმ ბორცუყი. აუ! ჩავისხი. აი მე ჩავისხი ცხელი ყავა. რა პტერი განდის რა არის? რა არის ამ პტერდი? დაიწყე პტერობა. ვაიმე, რა აქ ეს მაიკას რა არის? არაფერი არ აქვს რა. როგორ არა? დამეყარა ზეთ ყველაფერი რა. რა საბოდა? ბოდამ და შმოდა. ხა ისა აკაცავ ხაი ლამაზი ყავის ჭიქები მაგრამ აქვს ხოლმე შეცვალო. რომელი ლამაზი ჭიქები? აი ისე ყვითლები რო. ეგნალექენი ყავისა. რა უნალიქოსაც არასწორი. უნალიქოს ზოგი ამ ხედა ჭიქით აქვს. ამაზე დიდია. რომელი? დიდებიც არის. ო, დიდები. მაღალი. უიმე რა ბოია ხალი. ესეთი წვრილი. უნალიქო ყავას ნამდვილად ვერ დავლება. აი ესეც აი ის არის რა ქვია, ბევრი ჩემთვის. ჭყიპავს მე ჭყაპაჭყუპი დავდივარ. და ზოგადად ზამთარში მე წყარს იმდენად ყავა არ შეიძლება. რაზე? არ ვარ და იმიტომ რომ ძულებისთვის არ ვარ და. ხო, ფიტავს რჯოს. კი. ნამდვილად აი მე წაკითხული მაქვს სად მოусმინეთ თუ წავიკითხე აღარ მახსოვს ნამდვილად იმაზე წყალს იმიტომ აყოლებენ ხალხი რომ სიცხე არ ჩაიწმინდოს ეგ თურქულ ყავას. ხო ეგ ო ნალექიანს რა ო ნალექიანს. ნალექიანი პონტი მეც ეგრე ვაყოლებ ხოლმე ნალექიან ყავს რუსო. ხო და ჩაიწმინდება, ჩაიპრიალდება, ჩამაფრიალდება. ხო და ნალექიან წყალს. მაგალითად წყალს ნალექიან შემეშალაშით ის არის რა ქვია. ნალექიანი ყავა მისჩევნია აი ბევრად ამ ყავას. მაგრამ რო თქვა ხალხონ რომ ყოველ ვიდეოში რომ ყავა დავლიო და რაღაც დღეში ერთხელ რომ ყავას ისიც ვიდეოს გარეშე ნამდვილად ჩემთვის ხან
მეზობლებთან გავდივართ, ხან ჩემ ბიძაშვილებთან მივდივარ და ვიდეოს გარეშე გვიწევს ყავის დალევა. ნამდვილად. დღეში ერთხელ სვამ ყავას. აი რა უნდა მოხდეს, რომ აი ახლა უბრალოდ ვიდეოში დავლიოთ მეთქი, ძიენი ყავა უბრალოდ შემოვედი. ვითომ არ გინდოდა ყავა გიორგი? მაგრამ დაგენანა გადაღურა. უხში, რა იყო, აქაც მოვიდნენ ბუზები. ფული მივეცი ამ ყავაში. ხო და ის არის რა ქვია. დიდად ყავის მოყვა. ადრე რაღაცა მინდა. რა გინდა? ვიცი რაღაცა მინდა. ადრე ხალხო საერთოდ არ ახსოვდი ყავას. რაჭაში წავედი ერთხელ ბიცოლაშენთან, ჩემი ტოლია ბიცოლაშენი. წავედი. იმდენი ყავა დავლიე, იმდენ ყავას ახსოვდი. ჯერ ბიცოლაშენთან ხო დავლევდი დილში. საწოლში ამოქონდა, სანამ მიგავდგებოდი და იმას ვქიცე, მოდუღებული მქონდა საწოლთან მომიტანდა ყავას. საწოლთან მივირთმევდი ყავას საწოლში. მე ჩამოვიდოდით, ერთი გავიდოდა 9:20-30 წუთი, ან 9 საათი. ისევე, ბაბუაჩემი დაგწინოდა სანამ დაიმკვიდრებოდა. აი და მეზობლებში. ისა არა, მეზობლებში კი არა. მე დავლევდით კიდე დაბლა ყავას. დაგწინოდა ბაბუაჩემი ხაშლავა შემოვადგეს. ფეჩისეო, ახლა მაშინ რაჭაში სად არის გაზები და ისინი და საფულობით მე რა ქვია იმას ტუმბავი რა ქვია ბალონებს, გაზის ბალონებს. მაგრამ ხანდახან არ აქონდა ხოლმე და ფეჩზე შემოვადგავდით იქა. სახლში კი არავინ იღებს იქ ფეჩს. და ის არის სახლში შემოვადგესო ისაო რა ქვია ხაშლამაო და დაგწინოდა. ამას ხო დავლევი. 1 საათი ან 2 საათი გავიდოდა. არც კი მაგდენი. დავაი იქიდან ვიძახოდი მეზობლები, წავიდით ყავაზე დავლიოთ. წავიდოდი იქ. მე კიდე გავიდოდა 9 საათი, ერთი რამოდენიმე წუთი, მეორე მეზობელი გადმოგვიდა. მაგ თქვენმა ყავა მიიღო ზუსტად აგერ. მუხლილო დღეს ტკივა. დღესაც ტკივა. მე რა ყავა მე ის კი არ მithქვია რომ შენ წადი მეთქი, წამოდი მეთქი და ცხენი დაკრავს რა ვიცოდი. სულ რა წავიდოდი. ნაისა. იქ წავიდოდი, ყავა, აქ წამოვიდოდი ყავა. ჩამოვედი და ჩემი ქმარი მეჩხუბებოდა რა ყავაზე შეჯექიო, აქამდე არასწორდი ყავას უნდა. რა დიდი თავები პირიქით პატარები ჩარვართ. არა მე დიდი თავი გამოუჩირა ჩემო. არა კაცო. ხო და ის არის. ეგრე იყო ჩვენი საქმე. უჩავან კრიმა გიდაკინა. ეგრე იყო ჩვენი საქმე. მე დავიწყე და დავიწყე ყავის სოჭი, მაგრამ რო ვთქვა რომ დიდად აი მე ქონა მეთქინა რაღაც. ოკეი. რაღაცა მეთქინა. მჭოლივით და მესუ, აი. გადავქანებული ხარ უშუნოთ. დაიცა. ბეჭი. რა მოგივიდა? ზუსტად გევარ. რაღაცნაირად. რეები მოდის აგან ერვებს მიშლის კაცო. ამისუნთ ხიძლის. ვერ არის ეს ჩემი ტელეფონი. მე რა წარით მეთქინა, მე რა იყო. ხო. ვაი. ახლა შე. ვაი წელი გავიტკაცულდა. კანტუზე გვემართება. ვაი წელი გავიტკაცულდა. ხო და მე დამცხამბარიშზე. მიდიოდი, სვამდი იქ, სვამდი აქ, მოდიოდი, სვამდი იქ. მე რა დებილობა ის არის რა ქვია. დივანი. გარეთ წავიდე ერთი, ქვეშთან რაფერი გამივიდეს ამ ყავის გადავკი. თხილად მარცხი არ მოგივიდეს. სხვათა შორის შარდენი ვითარია ჩემი. ხო. ყავა. რა ხობა? თქვენ ვის გიყვართ ხალხო ყავა. ზოგმა ყავა რო არ დალიოს, ვერ იმას იზავს რა ქვია. ვერ არის ხასიათზე. მე კიდე პირიქით. უფრო ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე ყავას უსვა. არც ჩაის მოყვარული არა ვარ სხვათა შორის მე. აუ რა დებილობა არის წაიღო ტვინი ამის იმან რა ქვია მოსულამ რა. დაგაბნელეთ ხალხო.
დამცხ დღეს მოიმატა ტემპერატურა დებილობა თქვა არაფერი თქვი. დებილობა არისო რაღაცა. მე არაფერი. რა? არაფერი კაცო. უხაკაი. დებილობა კაცო რა ის დებილობა არაფერი მითქვი დებილობა. ხოდა ეგრეა. იქით წავიდოდი ყავა, აქეთ წამოვიდოდი ყავა, იქ წავიდოდი ყავა, მივეჩვი ყავას. თორე არ მიყვარდა ყავა, არანაირი. ყავა სახში კი მქონდა, რას არ მქონდა ყავა. ჩემი ქვარი იყო შემჯდარი, მამაშენს მარილიანი ყავა მომეცი გერდი. მარილიანი ყავა მომდუღე ერთხელ მამაშენს ხახო. თურქებმა რო იციან, ხო იცით ის არის ქვია. ოჰო, მოდი აზრზე. რა გემართება, კაცო? არაფერი, დედა. როგორ არა? ჩაბნელდა. აი, იქით მე რო არ შემომიხედი, ემდო დაბნელდა. ეგაბნელდა, გამოვიდა. რა კარგია. აჰა. მივამაგრე ის არა ქვია. მე რა მე? მოუდუღო თურქებმა რო იციან. თურქებმა რო იციან ყავის მოდუღე ხო იცით? სიძერო იმაში მივა რა ქვია. გოგოს ხელისათხოვნელად და გოგომ ისმიანი ყავა უნდა მარილიანი ყავა უნდა მოუტანოს. ბოლომდე უნდა დალიოს, ფუ. ეგრე მოუდუღა ყავა. ხო. ერთნაირი იმაში იყო. შაქარი და ყავა ის არა ქვია, მარილი ერთნაირ ყუთებში იყო და ია ქილევით იყო რაღაც გაგუპუტდა შინ გაგუწყდა მე მგონია და აღარა გოხდა. გატყდა. ხოდა იმაში იყო და მოადუღე მარილიანი ყავა. მიუტანა და რა არის რომ მომდუღე და უბედურება. რატო ამ ლაშიო? თან რა იმშლაში. გლახა. ყავა ხი ჩავყარეში იქნით 4. კოზე ყავაში. ერთხელ მე კიდე იმ ყავას მოიდუღებ თქო და სოდა ჩავყარე. დედა ჩემი ნინისთან იყო. ნინის არ ვიყავი. თუ გახსოვთ ძველი გამოუწერებს ეცოდინე. ძველ გამოუწერებს გეცოდინებათ, ხო? თავიდან ვიც მოყვება. ხო. სოდა ჩავყარე ყავაში. დავადგი და მეთქი რატო ამოფუილდა ზევიოთ. ესე მალე არ დუღდა რატო ამოფუილდა თქო. ნუ გაცხელდა ეს ისა ამოვიდა ახლა. აბა ყავა რა ვარიანი, იმარის მარილიანი და სოდიანი. მაგარი. სოდიანი ჟოგას აღარ მოგცემს. ჟოგა აღარ გეკრება, გულძვარვა. გადააგდიოდი და დევით აუს ადგილზე. მოწვინიავებ. შეიტო. აი მაგ. თქვენ დედის დისდეიდის. წეგარ ნუმეძინა იქ ჩაირთო. თელი დღეს რო დაიძინე მაშინაც ჩატული იყო. ჰა? რო დაიძინე მაშინაც. სანამ დავიძინედი არ იყო ჩართული მე ჩარტის. გავიდა. მე ხმები არ მაღვიძებს. აბა. თუ დაიძინე და გეძინა ხო? უშინ კიდე გოგომანიას იმას უყურებს სულ არ დამეძინა მთელი ღამე. აი მე მთელი ღამე არ დამეძინა უყურეო და არ დამეძინო. რაღაც უყურებ შენიც მე ასკროლე. გოგომანიას არ უყურებ მე. მართლება გააჩუმოს ენა ხო შეიძლება არა.
გაჩვენოს ენა რა. გებოდებოს თავი. ო, გაჩვენოს ენა იმას აქნას რომ გაანებოს თავი. ძილში ელანდება? თუ ეს იზრუნება? ძილში რო ძინავს, ხილვები აქვს და მეორე დილას რო წამოდგება და გაიუმძებდა წამოდგება, ყველაფერი ცხადად აქვს. ახსოვს. ყველაფერი ახსოვს აბსოლუტურად. მესამე თვალი აქვს მაგას და გვატყუებს რაღაცას. ისე რა არის, რანაირად ახედავე? ასე მგონი არა ამ წამს მეთქი ხილვების და ესეთი რაღაცეების აი მეების ხალხო. ეზოთერიკის. ხო, მაგრამ აი რატომ ვაც მართლა აი მაგ კაცის მართლა მართლდება, აი სერიოზულად მართლდება რა. აი მე ისე შემაშინა თუ ხედავს თუ გადავიდი მე. დამანებე თავი მე. რადიაცია გავრცელდებაო. ისაო რა ქვია, თურქეთშიო დამანგრეველი მიწისძვრაო წლის ბოლო წლის მიწურულსო. ხო. სანთელიო ფრთხილად ან ცეცხლის ის არისო რა ქვია, ცეცხლიან მოსალოდნელი საქართველოშიო. საშიშროებაო, ცეცხლის საშიშროებაო. ფრთხილად ანთეთო სანთლებიო, ფრთხილად გააკეთეთო ყველაფერიო. ასანთთან ფრთხილად იყავითო. ასანთთან. უბრალოდ გარეთ აი კოით არ უნდა დავანთო ცეცხლი. აბა სად უნდა დავანთო? ხვიცი? გაგვიკიდება სადმე და მანე გაფიჩინებული ბალაკია. სად არის გაფიჩინებული ბალაკი? ხვევით. აღარ არის გაფიჩინებული კაცო, სად არის გაფიჩინებული ბალაკი დავწვი ის. ფიჩინა ბალაკი. ფიჩინ. გადაფიჩინებული ბალაკი. მოა, გახრუკვა და გამოხრუკვა. რეკორდული სიცხეები არის მოსალოდნელი ხალხი. შეიძლება იმ სიცხემაც გააჩინო, წერილი გამორიცხული. სანთელს კი არა და სანთს კი არა, სიცხეზე მათ შეიძლება გააჩინოს. სარკე არ დადოთ ხალხო ეზოში. აი ქომო დავყარეთ ის დამტრეული ისა. მე იქრავს უნდა გაიგიდოს. მე რა ვიცი შვილი. წესით ჩვენ სარკე სხვათა შორის არ უნდა გაგვიდეხა. იმიტომ რომ არ შეიძლება. არ შეიძლება სარკის დატოვა. თუმცა საწოლაკო. ნაგავთვალო გოგო. ხო. მე ის რო არ მეაქვთ. არ მეაქვთ ისინი გადმოყრენენ მე ხო არ მე. აი დარდი ახლა იყარო დავლა რა ვქნა. დილას იმდენი ნაგავი იყო გარეთ. დაყარილი რო რა ვიცი ქვეყანა. მე რა ვიცი, არ ვიცი. აი და ასე ბუნე ყველაფერი. სარკე სხვათა შორის საძინებელში არ უნდა გქონდეს. რა ვიცი. ოღონდ იმ შემთხვევაში უნდა დაამტვრიოს სარკე, აი სახლში თუ რაღაცა მოხდა ან მიცვალებული იყო ან რაღაცა და სარკემ იმას აქნა რა ქვია, სარკე გაქვს, უნდა მიამტვრიო. რატო? იმიტომ რომ ის შიგნით ინახავს. რასა? ცუდაურას. შენ არ გინახავს სარკიდან გამოსული სული? უიმე! რა უიმეო? მართლა. ასაბო, ახლა იქიდან გამოვა. იქ ვის სული უნდა გამოვიდეს? მე რა ვიცი, რა გაბურდა. სულები იქ არიან, სადაც მიტოვებული ის არის, ქვია. უბრალოდ აი ახლა მიცვალებული რო არის ამ აი შუშები არ უნდა ჩანდეს. არ უნდა ჩანდეს, ხო, იმიტომ რომ შუშა და სარკე ინახავს ცუდაურას. იმას თეთრსატო უკეთებენ, თეთრს უკეთებენ. თეთრი უნდა ეთყობა, არ ვიცი. თეთრსატო უკეთებენ ეგ არ ვიცი, მაგრამ ცუდი იმას ინახავს. თეთრი ზეწრები არის შკაფებზე გადაფარებული, აი იქ. კარადებზე, ფანჯარა არ უნდა ჩანდეს შუშა. ხო, რა არის ის უნი? მარტო შუშაზე კი არა, ყველაფერზე იციან გული. აი იმაზე. იმაზე, კარადაზე, აი სადაც შუშა აქვს. არა, შკაფებზეც იციან. იციან? არა, შუშიანი იმაზე იციან. შკაფებზეც მე. შკაფები რა შუაშია იმა? თუ შუშიანი რო არის იმ შემთხვევაში იციან. ვიცი, რატომ არის ისა, თქვენ ხო არ იცით ხალხო? შუშა სადაც არის იქ. როგორც ვიცი, შუშა არ უნდა ჩანდესო და. ხო, შუშიანი არ უნდა. ხო, შუშა არ უნდა ჩანდესო. არც სარკე არ უნდა ჩანდეს. როგორც ვიცი, სარკეც უნდა გაიგოს. სად იყო სარკე აქ არაფერი არ არის. მოდი. მე რა კი იყო.
ვიცი გატანილი იყო მაგრამ იქ იყო ჩამოკიდებული და ის იყო დაფარებული ეგ ვიცი მაგრამ ცუდაურას ინახავს შთანთქავს რატო ვითუნახლა რა არის და რო შთანთქავს ამ ცუდაურას და ცუდ იმას რო იმას იზავ რა ქვია ჩაიხედა მაგალითად შენზე გადმოდის მე აუ რა ხო შენზე გადმოდის შიგნით შთანთქავს ისეთი ოხერია შემაიუნო ისე რა ვიცი საძინებელშიც არ შეიძლება სარკე საწოლში რო წევხარ და სარკე გიუღურებს მაგრამ რა ვქნათ ის არის რა ქვია ესე იგი ისინი არ უნდა გქონდეთ ისინი რო აქვთ ხოლმე რა შეძახიან სპალნა ხო სარკიანი კარადები ზოგჯერ ის იფერი პატარა უტახია რომ ჩვიცია აქვთ ისინი სარკეები მას უსარკო უნდა იყიდო ისე შიგნით რო სარკე აქვს შიგნით მხარეს მაგრამ სარკე ის რო აქვთ რა ქვია ტრილიაჟი უთრო რაღაცეები როა ხო საძინებელში რო უდგათ მე რა ვიცი სარკე ხო ო ეს ნუ ჩამოვაფარო მე ალბათ არის სულელი რა არ შეიძლება მე რა ვიცი ყველაფერი არ შეიძლება მაგათ რო გითხო აი ჩვენ სახში რო შემოვიდეს ფენშუის მიმდევარი ხო ყველაფერი უკუღმა გვაქვს რაზე არ ვიცი ფენშუის მიხედვით უკუღმა არის ისინი მე რა ვიცი მე ფენშუის მიმდევარი არა ვარ და არ ვიცი ფენშუი როცა მეცემა ფენშუი მე გეტყვი არ მეცაჯერ ეგეთი ჩახედული არა ვარ მაგ ფენშუისში და მენშუიში ისე რა არის რა სულელი ადრე რატო არ იყო ეს თორიკოსიო და ისინიო და ესენიო ადრე რატო არ იყო ახლა მოიგონეს ყველაფერი და წინ ისაო რა ქვია რა ქვია წინასწარმეტყველებაო და ასეო და ისეო ყველაფერი ახლა ხო და აბა რა არის იგი ეზოთერიკოსი შენს კიდე ვერ უყურებ მართლდება ჰა მართლობა კაცის მართლდება ყველაფერი რა ბიდურება თქვა რა ბიდურება ეს არის რა ქვია თვითფრინავი რო ჩამოვარდა ისიც გამართლდა ის რა ქვია ომები დაიწყება გამართლდა ვაიმე უნდა გავწიწკნო ეგ კაცი რო შემხვდება სათხაც ახლა იძახის რადიაცია გავრცელდებაო მაგრამ ისეო რაო ჩვენთან რაღაცას თან არც ასრულებს და არც იძახის და კეც იძახის არც იძახის ნახევრად იძახის გაიგე და ხალხი კომენტარებს თიშავს ხოლმე და ხალხი უწევს ხოლმე კომენტარებს ჩართული რაღაც იმას აშრებიო დაგვალეო რა ყველაფერი მართლდება განჩუმე ენახო შეგიძლია ხო აი ელემენტარული მართლდება აი გუში რო უყურებდი ხო აი მაინდა ესო ხელი დავწი შევედი TikTok-ში 5-10 წუთი მაინდა როგორ შევედი კაცი არა მოვა ჩვენ ჯინაზე მე დილას შევხვდა დილით შევხვდა Facebook-ზე ის გოგავანია ხო ლაპარ ეგ იყო მაგას ლაპარაკობ ხო დილით როგორც Facebook-ზე შევედი შევარ ხოლმე Facebook-ზე რომ გავიღვიძებ სანამ წამოვდგები ხოლმე და სამსახურში წავალთ იმას ვიზავ რა ქვია სკროლავ რა სკროლავ შევედი და პირდაპირ რა დამხვდა გაშანშალებულ გოგავანია საწახვედი მზეო ამოდი ნუ ეფარები რა ვიცი რუბელს თუ რა წყას ეფარები ამოეტყიე დროზე ამოდი ნუ ეფარები მოიცა განუბლოკავი იმას და დაბნელებული აღარ იქნება აჰა განუბლოკე ნუ ეფარები რუბელსა სიცივეს კაცი მოუკლავს აგერ საწყალი გორავს არც სიცივეს მოკლავს არც ციცხე მოკლავს ომებში უპატრონობა ვაიმე სიცხეს გაუძლებ გიორგი ოღონეს არ იყოს რა ეს დგომა რა
მაგრამ როგორ უძლებ ეგ არის საქმე? ჰაეში რო ისინი დაფრინავს რა ქვია. ფოიევერ კემი. როგორ უძლებ ეგ არის ადამიანი ამ სიცხესაც რა. ენა გადამოგდებული. იცი რა მაინტერესებს რა მიკვირს? ეს ხალხი რო თავზე რო ისინი დაფრინავს რა ქვია. ბომბები და ეს ხალხი რო უღებს, ეგ მიკვირს, გამაგიჟეს ამ ხალხს. კორპუსი მიწის ძვრა, კორპუსი ინგრევა, ქვეშ უდგანან იღებენ. ის არის რა ქვია, ვულკანია, ესენი იღებენ. ის არის ცუნამია იღებენ, ქარიშხალია იღებენ. თვითფრინავი ვარდება იღებენ, სეტყვა იღებენ, წვიმა იღებენ, ქარია იღებენ, ტორნადოა იმასაც იღებენ. ის არის რა ქვია, კიდე ჭექაქუხილია და იმასაც იღებენ და რა ნაცილი გამოვარდათ ყველას ასეთი კაცო. შენ ახლა გიორგი ხო ხარ იუთუბერი? ხო. გადაიღებ შვილს. აი ეგეთ რაღაცას. მე ვერ გადავიღებ, დავიბნევი. როგორ უნდა გადაიღო? ჯერ ეგეთი საერთოდ არც უნდა გადაიღო, იმიტომ რომ უნდა გაეცალო იქაურობა, სანამ წვიტპიჭი დაგეცა რაღაცა. რა გადაიღო, რით გადაიღო? მე გეურები. ყველას როგორ მაშინ მოუდება ინფლუენსერობა რა? ადრე აი ჩემ ბავშვობაში ჩემ დედაშვილი პატარები იყვნენ, მეც ბავშვი ვიყავი მაშინ, ახლა არც დიდი იყო სკოლაში დავდიოდი და ის არის ბიძა ჩემი დედაჩემის ძმა ეხლა სამწუხაროდ აღარ არის. ხო რა და ის არის მეც ის დრო იყო, მე 9 საათზე ცხოვრობდი დედაჩემი ნაზუ და იმან დაუტოვა ნაზუ დედამ ბავშვები რომ სადღაც გავიდა და ხო რა ქნა, ერთი ბავშვი ასე მოიჭხრიავა, ერთი მეორე ასე. გამორბის, ჩამოვიდა მეორე სართულზე. იცი, იმის თავზე, იმის ქვეშ კი არ დადგა, რა ქვია. კორპუსები. აი იმის ლიანდაგებზე გადმოვიდა, ტრანვაის ლიანდაგებზე, გიორგი გადმოვიდა, ტრანვაი მიდიოდა მაგ კორპუსების ტრასები ხო იყო და შუაში ის მიდიოდა. ტრანვაი. იქ დადგა, რომ მოშორებით რომ ეუნებათ ხალხო წამოდით აქეთ კაცო კორპუსი რომ დაინგრევა თავში არ დაგეცემათ ხო? თავში ხო დაგეცემა ხო? აბა დგახარ და იმას აშვები რა ქვია. ეხლა მაგალითად ეხლა ავიღოთ. დგახარ და იღებ იმ კორპუსს, როგორ იშლება ხო? რომ მოხდეს რაღაცა თავში. მე რაღაც გადაღება იქნება რაღაცა. მე ვინ გადადებს იმ ვიდეოს ხო? რო იდება სამაგიეროდ. არ ხდება თავში ეთყობა. მიწის ძვრა იღებენ ხოლმე და ნეტა შოქები და ინტერნეტი არის იქა. მე არ ვიცი. აი მე დედა. აბა როდებენ როგორ არ იქნება? როდებენ? რომი ჩვენთანაც იყო 2008 წელს, მაგრამ შუქი იყო. სამაგიეროდ რა გინდოდა შუქი, ჩანქრალი გქონდა. ფარდები გაფარებული სტელი. ხო. სადაც შუქს დაინახავდნენ პირველ რიგში იმას ესურვოდნენ ხოლმე. არა, ჩვენთან იმდენად აი აქეთ მოსახლეობაზე. მოსახლეობას იმდენად ადრე არ უტყავდნენ, მაგრამ ეხლა მოსახლეობაზე გადავიდნენ უკვე. ბაზებს უტყავდნენ გიორგი სად იყო იარაღი და ისი. სადაც იარაღი იყო, იქ რა თქმა უნდა. მე იარაღს რო გაანადგურებენ მთლიანად. გადავლენ იმაზე რა ქვია, მოსახლეობაზე. დაცხრილავენ, მოროდიორები რო დადიოდნენ, გორში ვერ უყურებთ. ხო. სახლებში გარეთ ვერ იმას სამშვებოდით რა ქვია, სახლებში გვერდებოდნენ. იმდენად არ უკვე იმდენად არიან დაგეშილები, რომ არავის აღარ ინდობენ გზად. ხო წყლის წია კი. კი. ხოლი დავიბანოთ. ხვალე ვაპირებ მე. უი დაიწყო იმან ხო და ელემენტარული ძალიან რთულია და რა ვიცი დაგეშილები ძახს დაგეშავ ეგრე ხო რაღაცაზე რომ დაგეშავ ეგრე არიან ზოგადად ძაღლიც არ უნდა დაგეშვა ადამიანზე რა საერთოდ ძაღლიც არაფერზე არ უნდა დაგეშვა ხო რა უბედური ასე რომ იცოდნენ ადრე იცოდნენ უფრო მეტი წინ ძაღლებს რო ჩხუბდნენ ქსა არ შეიძლება მე აკადემია ეგა უკანონო ის არის აქვია მამლებს რო ჩხუბებდნენ ხოლმე გიძი მამალა შენიცი და
ფაიმერ სოფელში იყო მაგარი. დაიწყებდნენ მამლები და ისე ვეთყოდით გიძი მამალა შენ იცი და მაგანა გიძი მალა ეგრო რა უნებოდნენ უფრო ეტაკავებოდნენ ხარები მართლა კიდე ხარებმა რო იციან ხოლმე ასე რო იჯახავებინეთ იცი რა მაინტერესებს კიდე რა არ მესმის და იმას არის აქვია ის რო არის ხარებს რო წითელი იმას უზავენ ხოლმე აქვია ასე დაუქნევენ როდეო თუ რაღაცა ხო და კიდე ზედრო აჯდებიან რო გადმოგაგდოს იმ ხარმა ხო რო გადამოგაგდო ხო იმასაკენ რა ქვია გაგხია იმ გრკებით და გაკალა და მიგაკლავს იმაზე რა ქვია კედელზე კატანა კროხივით ხო ჩმოიჭუდა რო მიგაკლავს კატანა კროხივით ой კატანა კროხი რა იყო იქ რა არის მე რა ვიცი რა იყო კატანა რა კატანა კროხივით ხო მიგაკლა კედელზე გტყორცნა ეგარევე პირდავე შემოგატყორცნებს ის კედელზე აი რა სპორტია და ეგრანე სპორტია გაცუ თავისი ტვინ სპორტია კიდე ის არ მესმის აი კრივი რო არის იმისი რა ქვია არა წესიერი კრივი წესების გარეშე შედალოცვილო რაზე უნდა მოიკლა კრივის გულში UFC არ მომწონს ეგმე მაგის მომხრე არა ვარ მომხრე კი არა გუში სერიალი იყო ისა მამაცი რა მაგარი მომხრე ჰაერში ბრუნოს ის ბიჭი რევს აკეთებს რა ტვინია გამოვარდნილიო მაგას იმან თქუილა კი არა თქვა თავი უნდა ჩამოეხჩოთ ხალხო ჩამოეხჩოთ შეიძლება უყურებთ კიდეც უნდა ჩამოეხჩოთ ხელების გაიხსნა ხელები გაიხსნა თუ არა თოკი გადაჭრა ახტა და თოკი გადაჭრა და ეცა ეგრევე ეცა დანა ჩაარტყა მაშინ ვაი გულს ჩავიტყვი ამ წარით ვაი ჩაკრა გუპეტა პერბეჩი ნოკაუტში ჩავიგდე გული ბეჩი ჩააგდო ბეჩი ჩაარტყა ბეჩი ამაში აბადგილას ხო აი აბადგილას ხო აქ ბეჩი ჩაარტყა დაფინა ყველა დაბლა მე თავის ხალხი მოვიდა და დატუნე არა იქ კაცი ყავდა ამოფარებული და იმის იარაღიდან ისროდა ხო ვიცი იქ კაცი ყავდა ზეით მიხუტებული და დავაი დრო დაცა ხალხი და იცი რა მაგარი მე ის ხო გააპარეს მაინც კაცი ხო იქ კაცი კი წავიდა იქ კაცი რომ მიაგდო და გააპარეს მაინც კი არ უნდა მიეგდო უნდა ესროლა იმისთვისაც და დაენებებითა საინტერესო მომენტი იყო ეგ მომენტები მიყვარს ხოლმე სერიალებში მაგარი ფილმია დღესაც იქნება ეგეთი ბოი ეგეთი მომენტები მიყვარს ხოლმე სერიალებში არის რა ქვია რო უყვართ და ვერც გაუგიათ უყვართ თუ არა და ჩხუბო მინდა ვერც იგნებენ ხო დილასაი მამა ის რო არის რა ქვია ეს კაბადოკიაში დამაწვე ვაი მე რა დებილური გახდა მოკლედ ეგეც თავიდან უკეთესი იყო რა აი ამას ეს არ მესმის ხალხო შეიძლება ტრადიცია იყო ადრე და ელემენტარული ეხლა აღარ არის კი მესმის მაგრამ აი ეს რა ტრადიცია ძმა მოგიკვდება ტრადიცია იმის ცოლი მოყავს თურქეთში ეხლაც არის ზურგში იმის ცოლი მოყავს იმათ რა ქვია ცოლა რა არის რა წესია და კანონია ანის ქალი რა წიმიყვება იმას ისედაც უყარს იმას რა ქვია მასლი და ისედაც უყარდა ზუსტად იმიტომ მოკლა იმას ქმარი რო ეგ უნდა ქარანისთვის ეთქვა ქარანის რო ეგ გაიგო ხო მიასკვდილებდა იქ თავის ძალს როგორ არ უნდა იმ ბიჭს არ უნდა ხო არა მაინც რა ვიცი რა მოხდება დედამისსაც ხო გაუგო ყველაფერი წაიკითხა წერილები კიდე ბევრ რამეს გაიგებს რო ქმარი და ის რომ მიაწვა იქ გოგოს დედა იმასაც გაიგებს ჩაწვა იმაში რა ქვია ერთ სახლში ოღონდ იცი იმ კაცს რა ეწერა იცი გიორგი არ ყოფილან ერთად არა ერთად არ იყვნენ არ ხვდებოდნენ პროსტო ამ კაცს უყარდათ ერთმანეთი მაგრამ ვერ ხვდებოდნენ შვილების გამო არ ვაკეთებდიო მაგას რომ შვილებით მაშანტაჟებდა ისიც გათხოვილი იყო ხო შვილებით ისიც გათხოვდა შვილები თმა შანტაჟებდა და მე ამასაც ყავდა ამ კაცს აყვარელი
იმის მამა. არა მგონია, არ ვიცი. მაგდენი უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ელემენტარული, აი ძალიან ძლიერი ფილმი. არა, რა ვთქვა რომ ახლა ცუდი არ არის. ეს რო დაიწყო ყურებას ბოლოში მაინც ის არის რა ქვია, საოჯახო დრამა არა. აი იცი, გაინტერესებს უბრალოდ რა მოხდება, რა შინაარსი იქნება, როგორ დამთავრდება რა. ის არის ყველაზე თანამედროვე სერიალი, რა ქვია. ილდიზი? ხო. ეგ არის ყველაზე თანამედროვე სერიალი. იმან ახალი კაცი აგდო ენდერმა. არა, გაუგო ენდერმა ყველაფერი. ენდერმა გაუგო. ღარიბი როი არის. აიმე, ეგ მდიდარ ხალხს დაეძებ, კაცებს დაეძებენ ეგენი. ღარიბებს არ მიყვებიან. დიდრებს დაეძებენ. არის ისა, გაუგო, ის რაღაცა მწონე ის რომ მიუტანა, რა ქვია, ყელსაბარი. უბრალო გამოჩნდა. ყალბი გამოჩნდა, ბიჟუტერია ესე. უი. მაგრამ იმ ხალხს ყოლია იმ დაქირავებული გიორგი რა ქვია ქუმრუს დედას. ხო. ქუმრუს დედა გლახალია. რა მაიმუნი ხალია. მე ეგეც ღარიბია. მე ის კაცი ქუმრუსისა მამაც რაღაცას ხლაფობს. რაღაცას ხლართავს ისიც. ილდიზი კიდე. აი ეგრე არიზავს. არ გააკეთებს. როგორ არ გააკეთებს? ეს ილდიზი კიდე ბებრებს იზიდავს. ბებრებთან არის. ყველაზე ლამაზი გოგოა. ლამაზი გოგოა კი. ძალიან კაი გოგოა. ბებრებთან არის იქ. არა, უბრალოდ იცი რა არის. მართლა კარგი გოგოა რა. უბრალოდ არ ნახლართავდეს ის კაცი. მე მოხლართავს იმაში უყურე ტელეფონში, მოხლართავს იმას რა ქვია. იმას წაიყვანს ენდერს. ენდერს იმ სახში მიყვანს. მე ეს ილდიზი მანქანით მოდის, იმე მანქანით რა ქვია. შავი მანქანები როა ხოლმე, მინივენები. ხო. მაგით მოდის, მე თავის პირველ ქმას დაინახავს. სახში მოიყვანს იმას და ენდერსაც და იმ კაცსაც ყოფას უდიდებს. მე ის იმას მოკლავენ, ჩაღათაი მოკლავს იმ კაცს. მოკლავენ, მაგრამ ჩაგათაისთან აღარ არის ის ილდიზი. არა მგონია. რა ვიცი მე თემად პროდი. ჯერ კიდე სად არის 300-ზე მეტი სერია მგონი თუ არ ვთქვი. მგონი სხვა ადგილზე გადააქვთ ახლა. სხვაგან გადააქვთ ხო მგონი. 4 საათზე იწყება? არა, ეგ არა. 4 საათზე ის დაიწყება. რა ქვია? როგორ სად გადააქვთ ეგ სერია? ეგ იგივე დროს დაიწყება. ხო. 4 საათზე ის სერიალი დაიწყება, რა ქვია. სიყვარულის ქარი უბრალოდ. ხო და ის დამთავრდა გიორგი. დილით რო გადიოდა რა ქვია. დილა დამთავრდებოდა ვიცი. დღეს დამთავრდა. ის ადგილას იწყება კიდე სხვა რაღაცა. იწყება კი არ გადმოაქვთ. დამალული სიმართლე. წაღალო იყო. ის ბარიშის რო დადება. ბარიშის ისა. ბარიშს არ უყურებ, მაგრამ მაინც ცოტა რაღაცები ვიცი რა. გაყურეთ. ბარიშმა ძმა არ მოკლა? ძმა მოკლა, ხო, ტყუპიცალი ძმა მიასიკვდილა და თვითონ იყო მაგის ადგილას. და როგორღაც გაუგეს მე. რო ის იყო რა ქვია ბარიში. ბარიში ილდილი. ბარიში. რა ქვია, რა გვარია. რა ვიცი. ილდირიმი რომელი გვარის არის? ილდიზი? ილდირიმი ილდიზია ხო. ხო. გონი ჩაგათაი? არ ვიცი, რა ვიცი მე, გვარები არ ვიცი. დოღანი? ჯერიგები დოღანი რაღაცა. დოღანი არა ისა კიდე. დოღან, ფრანგულისა დოღან. წესი იმაში არ იკითხება რა ქვია. დოღან. თურქულში არ იკითხება. აბა როგორ უნდა უწო? დოან? ხო. თურქულში არ იკითხება. დოღან. არის ჩუმი ისა რა ქვია, ჩუმიას. ბოშუმროიცენ. დოღან ილდირიმი. დოღან. ისე სხვათა შორის ილდიზი კი არა, ილდიზი კი არა, რა ქვია იქა. რა ქვია დაჭყეტილი ხალი რო არის. ენდერი მასლა კაი კოხტა ხალია. მომღერალია. ჭიქით რო დადის ხოლმე. რა ქვია. სიმღერებში ესე ხანდახან ორი თითი უკედია და ასე. ისავი. არა, ასე. უნძე აკრუჩა კიდო ასე. ჭიქარო იყოს ესა და ის ჭიქით.
არაყი უსხია თეთრი რო აქვს რაღაც. თეთრი არაყი. მე მეგონა ეგ თავიდან რო თურქული სერიალები გამოვიდა, მე მეგონა რძე. და თურმე არაყი ყოფილა და რატო სვამენ ამ ხელაჭიქებში ამ არაყს რა თქო. მე მეგონა რძეს სვამენ და რატო თვრებიან ეს ხალხი თქო და თურმე ის არ ყოფილა არაყი. მეც ეგ მეგონა რა. მეც არა ვთქვი. რძეს სვამენ და რატო თვრებიან თქო. რძე არა, თლად რძე არა, სავით არ არის, რძე უფრო თეთრია. ალბათ სხვანაირი რძე არის იქა თქო. რა თრობს თქო და რა თრობს რიცა თრობს არაყი ყოფილა. მე როგორღაც მივედით იმ დასკვნამდე რომ არაყი იყო. და კიდე ხარ ხო აი კინოების სერია, კინო მე არ მიყვარს აი როგორი φιλმები მიყვარს, გინდა ფილმი იყოს და გინდა სერიალები, აი სუცემა რო არის, ბაგაბუგი რო არის, ექშენი რო არის ფილმი. სროლები რო არის, სიყვარულიც რა თქმა უნდა სიყვარულიც უნდა იყოს, მაგრამ აი ესე ბათქაბუთქი აი უფრო მუღამზე უფრო უყურებ. უფრო ის არის რა ქვია მუღამში ხარ იმ და მელოდრამები როა და ჯღავიან 24-ზე მაგას ვერ ვიტან. და აი ეს ბაგაბუგი სერიალები მიყვარს, აი ახლა ტირილი ნამდვილად არ მიყვარს. და კიდე ხარ ხო ნორმალური გითხრა, აი სიმღერები წამ 7 სიმღერების არ არის ჩემი. მისი კუდილებული სიკტილის ის რო არის ფორმულა ისა ზუსტად არ მიყვარს. არ მიყვარს, მართლა არ მიყვარს სევდიანი სიმღერები, ძალიან რაღაცას ბოჭავს აი ესე ზოგადად თვითონ გუძე მადგება რაღაცა. მე მიყვარს ხიარული, საცეკვაო, ნებისმიერი ჟანრი. ჯაგები ანუ. ცეკვი. ჯაგები არის კარგი. ცეკვა. აი ესეთი რაღაცები მიყვარს. არ მიყვარს ნაზი სიმღერები ესე. მიყვარს ბაგაბუგი და მაგარი. აი კლუბი შესაჩემოა, დაგიდუგი. აი არ მიყვარს ეს დრამები და ტირილი და შმირილი. აუ, არ მიყვარს. მე ძალიან საზღვრობა კლუბის იმართლა ვგითხრათ. კიდე ის რა ქვია კლუბში ეს კლუბი არ მიყვარს ის არის რა ქვია. არ ყოფილი რაც მართალი. არ მიყვარს იცი რატომ? ხალხო უაზროდ ხო ყველაფერი ანათებს. ჩაბნელებული როა და ყველაფერი უაზროდ წიმწიმებს. აი მე და ბოლო ხმაზე რომ მუსიკა არის აწეული. არაფერი რო არის მის, ვაიმე რა საზღვრობაა. მე არ ყოფილი და არც სწავლობ. აი მე მაგალითად მეგობრებთან რო ვარ ხოლმე ყოფილი ვარ კი ბატონო კლუბში, მაგრამ ვცდილობთ რომ კლუბში არ წავიდეთ. ვერ ვიტან. არც იმათ არ უყვართ. არ დიდად არ უყვართ. რამდენიმეჯერ ყოფილი ვართ. ორჯერ სამჯერა. ხო. არა ეხლა რამე ივენთი თუ არის კი ბატონო, მაგრამ რო შედიხარ და უაზროდ ბუღიროდ გასუშუნო რაღაც არ ვიცი მეტი რა ჯანდავი ბუღია არის. ბაგაბუგი და ოღონდ ისე კი არ შეგიშვებენ, ის უნდა დაგარტყან რა ქვია. გამოკითხო რამდენი წლის ხარ თუ არა სრულწლოვანი, სახელი, გვარი, ისა რა ქვია. შტამპი უნდა დაგარტყან და შეხვარ. თუ ვერ გაიარე ეს ყველაფერი და თუ გამოგიჭიდეს და არასრულწლოვანი თუ ხარ. აი და არ შეგიშვებენ. არ გიშვებენ განამის გიზავენ, არა? არაფერს არ გიზავენ, არ შეგიშვებენ უბრალოდ. ხო და. იმიტომ რომ იქ არ არის ისა რა ქვია, არასრულწლოვანებისთვის სიტუაცია და მაგით. არა მე კიდე აი მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა ასეგონი ესე მიწოს ასე გონია თავში რაღაცას გიზდა. აი მე ერთხელ კლუბში შევედით, ის შემოვიდა რა ქვია. რა ვიცი მართლა მამაო იყო და თუ არ იყო, შემოვიდა ხალხო კლუბში, დალია კარგად, გემრიელად და თუ რა ვიღაცა აიყვანა და წავიდა. მამაო იყო მართლა თუ გადაცმული იყო, ეგ ვეღარ გავიგე უკვე. რა მგონია მამაო რო ყოფილიყო. მამაო რო გადაცმული რო ყოფილიყო, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. ვიღაც დაცვაც ახდა გარეთ. წაიყვანა ვიღაცა და წავიდა. ან საერთოდ კლუბში რატომ უნდა შევიდეს მამაო? სავის ნათესავი ალბათ იყო და არ მოეწონა ეთქობა და არა. სტრიპტიზური წაიყვანა კაცო.
მე არ მაინტერესებს. არ წაიყვანა ნორმალურად. იგეთი აზრის რაღაცები. წაიყვანა და იქ რა მოხდა, უკვე ვეღარ ვიცით. არ ყავს იგეთი რაღაცები ასწელი. საზღვრობაა, ძალიან საზღვრობაა. არ შეყოლ ურჯილა ხარ ნამყოფი სულ. სულ რაღაცამ დენჯეროა ნამყოფი, ხო? არც კი წახვიდე თუ გითხო თუ ნორმალური ადამიანი. ერთხელ ვისკი დავლია იმაში კლუბში და თავის ტკივილმა გამხედა. რამდენზე ვარ გოსტო? 35-ზე, ჯერ ვიყოთ კაცო ადრე. არ არის სასურველი სიმართლე რო გითხრათ, ხალხო. იგეთ ადგილებში სიარული. წადიდის რესტორანში. რესტორნები არ მიყვარს. რესტორნები არ მიყვარს მე. ვარ ნამყოფი, მაგრამ არ მიყვარს რესტორნები. მე რა ვიცი ახლა იქ ვინ აკეთებს და რანაირად აკეთებ. მადონა კოიძის რო უყურებ მით უმეტეს. გამოსწორა მადონა კოიძე მხარხი. ვაიმე საწოდავია ის რა. ვაიმე მოტორა თუ მოტოციკლეტია თუ რა. ხალხო ჩემს ერთ-ერთ მეგობარს უყვარს აზიური კერძები, ხალხო, ჩინური კერძები, ვაიმე წაგვაპროციალებს ხოლმე. მე არ ავჭამ. მე ვჭამ ხოლმე მხოლოდ იმებს, რა ქვია, ნუდლსებს. და წვენით გაძიძგილი ნუდლსებია, ბოლომდე ვერ წავჭამ. ჯემ ხელა მათლაფაში მომიტანა ხოლმე იმას, რა ქვია. ეგრეთ წოდებული ერთჯერად სუპს. რიას მაჭმევთ თქო, ამას ხო სახლის ვიყიდი და გავაკეთე. ისაო კრევეტებიო, ისაო რა ქვია, დამატებული რაღაცები, კრევეტებს არ ავჭამ, ყრი. გემო ხო ექნება იმის. კი. მე რაზიჭო. მე არ მოყვარს. პურა საზღარი გემო აქ. და ერთხელ გამასინჯე სუში. ეკინაღა მოუკვდი. გადავყლაპე და ბოდიში თქვენთან და იმას აქვენი უკვე. გრძნობ რო ზემოთ ამოდის. და უცბად იმაში წავედი. აბა საპირფარეშოში ხალხნო და ვედა გრძნობ რო მოდის. ვერ შეჭამს. ვერ შევჭამე. ვერ გასინჯავს გიორგი მაგას. საშინელი თევზის გემო ქონდა. ჯერ უმი თევზია. შებოლილი თევზით იყო თურმე. ვაიმე რა საზღარი გემო ქონდა. არა და ბევრმა მთხოვეთ ხალხო გასინჯეო, მაგრამ ვერ ვიცამ. თევზს არ ჭამს. მაგას ვერ გავაკეთებ. თევზს არ ჭამს და იმას ისაო, რა ქვია. ხო, რა გამახსენდა, ეხლა გამახსენდა. ერთხელ ეზოში მწვადი შეწვიო, მაგრამ მწვადი მე რო მწვადი შეწვა ხალხო. იქვე მოვკვდები. ქათმის მწვადი. არა, არც ქათმის. იქვე მოვკვდები ხალხო მე რომ მწვადი შეწვა, იმიტომ რომ მწვადი ყველაზე მეტად მეზისხება. არ მიყვარს. მაგას ვერ შეგპირდებით ნამდვილად. ის მთხოვეთ, თუ გინდათ მთხოვეთ, კარტოფილი შეწვიო, ქათამისაც ავიტან, მაგრამ იმას ვერ რა ქვია. ხორცი არ. ხორციდან ხორცს არ ავჭამ საერთოდ მე. ხალხო იმას მწვადი, აი მოხარშულ ხორცს რო იძახიან, რომ იმას აშვებიან, რა ქვია, მოხარშავენ, შეწვავენ, არ ავჭამ. მწვადი არ უყვარს, იცი მოყევი რატო არ გიყო. რატო არ მიყვარს მწვადი? შეჯავდა. ჭამდი. პატარა ბავშვობაში ჭამდი. ერთხელ სადღაც ვიყავით სტუმრად, ხო და იმას ავქენით, რა ქვია, შეწვეს ახლა მწვადს წავდნენ იქ შამპურზე. წავდნენ. ვაიმე, მოიტანეს მწვადი სუფრაზე, იმაზე რა ქვია, მოიტანეს, რა თქმა უნდა, გადმოვიღე, დავიწყე ჭამა, ვაიმე. მე გადმოუღე. გადმომიღო, ხო. ჯერ ვიზუალ სკოლაში დავდი. არა, ვიზუალი ზემოდან დაიბრაცა, მაგრამ შიგნი იყო. შიგნით რო ჩავკვდით ეს მწვადი. ვაიმე, აღარ მინდა გახსენება, შეიძლება დამემართოს რაღაცა. გამაჩდიალა. სისხლი. ვაიმე. გემოც. გემოც, სისხლის გემოც. არა, მე არ შემჯავრებია, მიყვარს. სისხლის გემო. შიგნიდან რომ მოუჭედი სისხლი გაზდიოდა. მეთქი ახლა ადექიეთი დაიხარიალე რა ობედურება შეგიწვიათ ეს რა არის თქო სისხლი გაზდის თქო. ის მის მერე მწვადი აღარ მიჭამია.
როგორ გემრიელად ჭამდა ის. როგორ კარგად ჭამდი ხალხო როგორ უყვარდა, შეწვაც უყვარდა. აი მწვადის სუნი რო იდგა ხოლმე გარეთ, ხო? ისე მიყვარდა. სახლში აღარ შემოდიოდი ხალხო. ისე მიყვარდა, რომ მწვადის სუნზე გიждდებოდი. ისე მიყვარდა. მის მერე მწვადის სუნი რო გარეთ ადგას იმაში რა ქვია. გარეთ რო დგას ვერ გამოდივარ გარეთ. აი გიორგი ეხლა ჩვენა უნდა გავაკეთო. აქ არ გვინდა. უნდა წავხვიდე სხვაგან, ამიდა აქ ხონ გააგეთი მწვადზე. წაიღე ქათმის ფილეები ქვეყანა. ფილე ხო? მაგ ახლა ხორცინამ ისა დააბასტურმე მარილით, პილპილით, რამეთი რომეთი, წაიღე იმითი პატარა ქილითან რაღაცით. ხო. მერე წაიღე და შეწვი იქა. სოიოს соуსი მინდა ვიყიდო ერთხელ და სოიოს соуსით და იმებით მინდა იმას აქვს დავამარინადო ქათამი და შევწვა ისე. ხო და ხო. წაიღებ იქა ფილეები რა მოვაჯერ ქვეყანა ქათმი მო. ხო. წაიღე, წავიღო ცოტა კარტოფილი. მე და შენიც რო წავიდეთ რა შამპურები. ხო, რა პრობლემა. კარტოფილი შამპურებზე, ქათამი. ხო. კარგი ეზრია სხვათა შორის ეგ ხალხ, ნუ სხვათა შორის არა იწუდია ეზრი. კაია, გადაიღო, თან გადაიღო ის შეწვაც ის. შეწვაც ვიდეოც გადაიღო თან და მე იმას აკნა. შეჭამო. ის თავი შეჭვინიანა და შეჭმიანად გადაიღე ვიდეოს. ხო. შეჭამო. შვენიერი. წამოხვიდე მე. ხო, კაი ეზრი იქნება ნახოთ. ქათამი შეიძლება და კარტოფილი და იმას ვერ შეგპედებით ხალხო რომ მწვად შევწამ. მწვადი არ უყვარს. დავაკვდები ზემოდან. შამპურებიც ხო გვაქვს? გვაქვს. შეგიძლია შამპური ერთი ორი შამპური რო წავიღოთ საკალისია. აცა შამპურებზე ხო. ხო. დავაკვდები ზემოდან მე იმ მწვადს რო შევწვა და მიჩვენი აღარ შევწვა. მე მაინც გარეთ ვერ ვიქნები რო შევწვა და რა აზრი აქვს. ცეცხლით თუ მარტო ცეცხლით თუ დავანტე ეგრე რა თმინდა. ეგრე ცეცხლ ყველა დაათებს. როგორ წვავ, როგორ გამოგდის დისო. ხალხო. ქათმის მწვადი შეუწვია, მაგრამ ქათმის მწვადი შემიწვია კი. შემიწვია პიკნიკზეც ყოფილი ვარ წასული, მაგრამ ის არა, რა ქვია. ის არ უყვარს და ვიღა. არ მიყვარს. არ მიყვარს ნამდვილად. სხვათა შორის გამომდის საჭმელების კეთება, კი ბატონო, გამომდის. ახლა რო თქვა რომ ყოველ დღე ვამზადებ, არა, მაგრამ მაინც რომ მოვამზადებ გამოდის. ეს თხელა უნდა გავაკეთო ახლა. ნოიყიდო ის ბარდა არა ისა, ბრინჯი კი არა, რა ქვია შეგაცო. რა ქვია, სიმინდის მარცვლა. კონსერვი ხო? ხო. კალბასი უნდა ვიყიდო. ძეხვი. ხო. კიტრი ცოცხალი ხო გვაქვს ეგა. ცოცხალი კიტრი. ხო, კარტოფილი, მოხარშული. გიორგი. მოიცადე ცოცხალ კიტრს, რომ ჟავე კიტრი ჩაანოც რომ უკეთესი იქნება უფრო. კიდე მჟავი. ჟავე პიკანტურ გემოს მისცემს. ხო, არა. ისა, კარტოფილი. ცოცხალი კიტრიც შეგიძლია, ჟავე კიტრი. შეგიძლია გავუკეთოთ. მე მაგალითად ჟავე კიტრი მეჩვენია, უფრო კარგი გემოს მისცემს. პილპილი, მარილი, რა ვიცი, მაიონეზი, ყველაფერი, ეგენი გემოვნებით. ხო და მაიონეზი აურიე, ის სიმინდის კონსერვიც დააყარე. ისეთი სალათია, რომ აუ რო წარმოვიდგინე ახლა გემრიელი იქნება. კი, შეთაშორს უნდა გააკეთო. მოიცა მე მოვამზადებ მაგას. გავამზადე. მე გავამზადებ ხა, ხო თქვენთან ერთად. აი ახლა ფული რო იმას ხო, რო ავიკეთო. ხო. თქვენთან ერთად გავამზადებ მე მაგ სალათს. გავაკეთო. ისეთი გემრიელი იქნება, რომ ხო. თქვენთან ერთად მოვამზადებ მაგ სალათს. შეიძლება ქათმის ფილიც ცოტა ქათმის ფილე შეწვა და გავუკეთო. ხო, ნაღდი. ხო, კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე შეწვი და გავუკეთე. ხო, გემრიელი იქნება სოთოშორის. ნაღდი. ოი რა კარგი. რა კარგია. და შეგიძლია ის მართლა გააკეთო. მართლა ვიძახი ოღონდ. ხო, გავაკეთო, შვენიერი გამოვა რა არის. თუ შვენიერი მარილი, პილპილი გავუკეთე და ისა რა ქვია. მაიონეზი. აური ერთმანეთში. სალათი შვენიერი. თან მithumetes ეს სიმინდის კონსერვს ცოტა მოტკბო რაღაცნაირი გემოვა და მოუხდება. კი.
შეხო გიყვარს? მე მიყვარს. ხო და გამოგიყვარს. მე მიყვარს სიმინდის კონსერვი ხალხო. ორშაბათს გიწევს თანხა. ორშაბათს ეხლა თანხაც მიწევს და ეხლა იმას ხებასაც ხო ავიღე. ხო, კი. ის თანხა რომ მიწევს, ის აღარ უნდა დავხარჯო. ის აღარ უნდა დავხარჯო, რომ იქნება დავაგროვო და ტელეფონი იმას აქვნა, რა ქვია. ვიყიდო. თორე მე ნომერი კი არა მაქვს. ნომერი არა აქვს და ტელეფონი აღარც ვარგა, გონი. აღარც ვარგა და იმას აქვნა, რა ქვია. ამას შენ მოგცემ მე. 512 გიგაბაიტიანი მინდა ვიყიდო, ოღონდ Android-ი მინდა ვიყიდო. iPhone-ს აღარ ვყიდულობ. Android-ი მინდა ვიყიდო. 512 გიგაბაიტიანი. 729 ლარი ყიდა მგონი. 730 ყიდა მგონი თუ არ ვწდები მე რო ნახე. ხო და მინდა ვიყიდო. არა ვიცი. რა ვიცი კი არა დავაგროვებ და ვიყიდი რა. ხო თორე ისა იქნება ხარისხიც უკეთესი კონდეს თან. ხანდახან ის ინტერნეტი ის იჭედება რომ ითიშება იმას არ ყოფნის. რა. iPhone-ზე ხარისხი კი კარგი აქვს, მაგრამ ვიდეოს რო ვიღებ არ ყოფნის. ითიშება ხოლმე და შუა ვიდეოზე, შუაში მივა ვიდეო და ითიშება ხოლმე და სოთაშოს კაიაზრი არის ახლა გიორგი რაცატუში. კი, რაც აფრით. მოვამზადებ მაგას თქვენთან ერთად ხალხო, რა თქმა უნდა. გუშინ 200 წელი დაუკვლიეთ ლა. 200 წელი დაუკვლიეთ გუშინ, ხო? ქათამი. ნენელა მორჩება. ალბათ დღესაც თუ მაგდენი და დაკლეს უკვე მორჩებიან რა. კი. ბევრი არც გამომივიდა. მე კიდე საკმაოდ თო შემიტანია ისა. არ დაგიყრია. რაც ის იყო დარჩენილები ისინი. რაც დარჩენილი იყო ისინი გადაუნაწილე. რაც გამოგვისა და საკმარისია რაღაც უნდა და რაღაც უნდა საგვეშნოდანა. აღარ ვიცი, ქათამი აღარ არის და ყველა ფული უნდა გადაყავა. ხო. მე შეტაიგონი ქათმის ის. სანა ქათამს დასვა. თან იმას ვადა თავისი. ვადა გავუამე. სანა დასვა. ხო, ყველაფერს თავის ვადა აქვს რა. ელემენტარული. ავეჩ რა გიორგი ვადა. წლები რო გახო იმპრევა. ხო. აღარ უკვე გატყობინებს ავეჯი, წლები რო გავა. ავეჯის უკვე გატყობინებს რომ აღარ ვარგივარ და დამანებე თავი მიმაგდე და მიმატოვეო. ერთი ძველი დივანი რო ვაიმე ხალხნო, ძველი დივანი რო გქონდა. იქით ძველი ადრინდელი ხო, მე მგონი მე პატარა ვიყავი, ის დივანი იყო, ჩემზე ბებელია. მე 26 წლისა ვარ და ის რამდენი ხანი იყო მე რა ვიცი. არა, სულთათა იყავი. პატარა იყავი ეს რომელგაში იქნებოდი. სკოლაში კი დადიოდი, მაგრამ სკოლაში დავდიოდი ზუსტად აღარ მახსოვს. ხო, მაგრამ ხო და ეს არის რა ქვია. გავიტანეთ ახლა აქედან მეთქი იქით იმას ვიზავთ თქო რა ქვია, ზაფხული რომ მოდის, იქით დავდგავთ თქო და რაც დადგავ ხალხო. მივიტანე კარებთან, არ გადამიღია. თუ ადრე მე მგონი გითხარით კიდეც არ ვიცი ზუსტად, კიდე გეტყვით. მივიტანე იმასთან რა ქვია ხალხო. კარებთან მივიტანე. ის ხო გასწრა. რა ქვია. ის სახელური გასწრა ხალხო. ისიც გადავარდა რა ქვია, საზურგე გადავარდა, ეს დასაჯდომი ჩავარდა. გაცვიდა ქვემოდან ფეხი გაუვარდა. მეთქი ეს რაღაც შეგქონდა თქო. ეს სადღა უნდა შეგქონდა თქო. რო დამჯდარიყავით და ჩავარდნილი იყო. დეჩი ბრალი, ბებოს ბრალი იყო. ხო, შევიტანოთო. რა შევიტანო დაიშალა. შეტანისთანავე დაიშალა. რო თქვა რო ახლა შენი რა თიდგა გიორგი რა ქონდა ხლა იმას და კარგად ქონდა არ ვიცი მე შევიტანე შიგნით შევიტანე ერთი მხარე შევიტანე თუ არა ის მოუწრა მე გაწრა ყველა
გავიდა ყველაფერი, წავიდა, რა ვიცი. მე ეგ ის არ იყო, ეგ დივანი არ იყო, რომ იმას ავქენი, წაუკიდე ცეცხლი და ცანდებით და ცეცხლი. ეგ არ იყო. ახალი წელი, არა, ზამთრული არ იყო. ფეჩთან უნდა დაგვედო. და დავჯდებით ხოლმე ხანდახანო. ო, ახალი წელი უნდა მოსულიყო, ახალი წელი მოდიოდა. დედაჩემი აქ ზამზადისშია, ჩავიტანეთ და იმას ავქენით თქვით, დავდით და დედაჩემი აქ ზამზადისშია, სახლში, უნდა გააკეთო ყველაფერი. მე კიდე ჩავედი, წაუკიდე იმას ცეცხლი, ცამდია თუ და ხალხნო. ახალი წლის ღამეს მაინც იმას მექნა თქო რა გვია ამენტო თქო. ფოიერვერკები აღარ დამჭირდებოდა. ისე ისროდა ნაპერწკლებს შვენივრად. ხო, ფიქრობ ახლა რამეზე თუ გადაუვიდა, ყორი იყო თან. თუ ეხლა ყორს წაუკვიდე ცეცხლი და ამ სახალწლოდ იმას შევწვით თქო რა ქვია. თავის ყველაფრიანად. გამოშიგნის გარეშე. აი, წვადი მაშინ იქნებოდა. წვადი მაშინ იქნებოდა ხალხნო. მარა ეგ ამბავი რაც მოხდებოდა რომ წარმოვიდგინე იმის იმა განწირული ხმა ცუდი იყო ძალიან. და ზოგადად მე სხვათა შორის ხალხნო აი ღორი რო ყავს ხოლმე და რო კლავენ და რო უნდა გავყიდოთ და ხო კლავენ რა თქმა უნდა. გარეთ არა ვარ ხოლმე მე. იცოდები? ისე დაკლავენ და ისე გააკეთებენ და ისე წაიღებენ რომ გარეთ არ გავდივარ. კი არა შინია, უბრალოდ ეცოდება. არ შემიძლია, არ შემიძლია. ერთხელ კიდე პატარაობაში ხმოყავდა და იმას დაკლეს და ვიტირე ხმა რო იმას აკნა რა ქვია. ხმა რო გამოვიდა. არ ვიცი მაგის ყურება არ შემიძლია. სხვათა შორის გათმებსაც რო უყურებ ხოლმე რო კლავენ ვერ ვარ მე. ეცოდება, ყველაფერი ეცოდება. და ეს ადამიანს რამეს უზავს? აუ, ერთხელ ქუჩაში ხალხო მკვდარი კატა შემხვდა და ვიტირე. არ გახსოვს. მკვდარი კატა რო იყო ეგდო და რო ვიტირე ხალხო. პატარა არ ვიყავი მაშინ, მაგრამ ვიტირე, მაინც. რა შედავამატია და ხალხო. იმას რაღაც უზადი მკვდარი იყო. ჩემი ხო არ იყო, სხვისი იყო არა. და ძაღლი რომ მომიკვდა? უი დედა. რა იყო რა ვიცი მე. ის იყო რაღაცა სასწაული. იმ დღეს იკითხა ერთ-ერთმა ის სად არისო ბუძგიო და აღარ არის სამწუხაროდ ცისარტყელაზე წავიდა. იმას აქნა რა ქვია, გაქცეული იყო, წასული იყო და რომ მოვიდა, იმას აქნა, მოვიდა მე თავისით. მოვიდა და წავიდა და აღარც მოსულა. არა, როგორ არა. აღარ მოსულა. როგორ არა მოვიდა მე, მოვიდა. რომ იმას აქნა, მოვიდა შემოვიყვანე და მეორე დღეს მკვდარი დამხვდა. ვაჭამე ჩაოლებრივად ჭამა და მეორე დღეს მკვდარი დამხვდა. თავის იმაში ბუნაკში. ერთი ძაღლი დადის ხალხნო, ბუძგის გავს აიმე. აუ რა მაგრა გავს. თან ის ზუსტად ისეთია. ზუსტად ისეთი პუტკუნა რაღაცნაირი, ფუმფულა. აბურძგნული. ზუსტად ეგეთია. ბუძგი შევარქვით. ხო, ბუძგი შევარქვი. რო დაუძახებს სხვათა შორის მორბის. რა საყვარლად მორბის. ზუსტად ეგეთია. ცისარტყელაზეა წასული. რას ვისავთ? 64-ში მოხდა. შენ გონი გიორგი ის ქართული კინოზე ტირის ბღავის იყო ნაკი. და ეს ადამიანს რამეს დაუშავეს, ვერ დაუშავეს. ორზე ტირი. ეგ ფილმი არ მიყვარს. ძროხა, ვაიმე, ტელეფონში რომ რამე ამოვარდება ამ ძროხას უკრავენ, დედა სუირევა. აი მე ერთხელ ამოვიდა. თეთრად ამოკაკა. ხო. ამის გარ მიყვარს ასე თეთრი. რაზნიცა გაქვს რა გინდა? ამეც მაგაგე. აი. ამის ფორმაზე თან უყურე? ხო არის. აი უყურე. აქამდე მოსული უყურე. ერთხელ ეს ისე მოვიჭერო რომ ეს გაჭრილი მქონდა. მოვიჭერე თქო.
ფერი არ გადაუვიდა ამას სხვათა შორის. რაც ჩემსოს. ხო. რაც მე წყალში მაქვს ხელები მირეცხ, მურეცხე, გარეცხე, გადარეცხე. ხე მიხე. ღამით მეკეთა ხოლმე, მაგრამ აღარ მიკეთია. ღამემიც უნდა მოგიხსნა, მაგრამ მე დამავიწყდე მოგაკეთება. აღარ მიკეთია ღამე, იმიტომ რომ ის არის აქვე ხანსად გავიწყი ხე, მოვიტყი ხელი და ხანსად და მე გავხაჭნილი მაქვს ხოლმე. აი ეს სად გავიფხაჭნე ეს შუბლი ვერ ხვდები. არ ვიცი მე ყველაფერზე ვტირი და ზოგი რო იტყვის ხოლმე კაცები არ ტირიან. ისევ ჩვენი რო ვტირით ხალხ, ნუ რა ვიცი. სარიცხი მაგასაფი. აი მაშინ გენახათ იმას ოთარან თქვრის რო უყურებ პირველად. პირველად უყურე მაშინ. ვაი მე რამდენი ვიტირებ მეთო. რამდენი ვიტირე. აი მთელ ფილმს უყურე ნორმალურად ჩვეულებრივად უყურე. მაინც იმ მომენტზე უყურე ის რომ მოკვდა და ის ქალი რომ მოდის. ის დედა რომ მოდის. და ისე სხვათა შორის ძლიერად დგას. ხო, აი. ძლიერად იმას აშრება რა ქვია. არაგებიებს ხალხს თავის ტანჯვას. ხო. აი ეგრე უფრო საშინელებაა გიორგი რომ აი გულში იკლავს ახლა ეგ არის იმის მაგალითი რომ ძლიერი ისა რა ქვია ძლიერი უნდა იყოს ყველა რაც არ უნდა მოხდეს ეგ არის იმის მაგალითი რომ რაც არ უნდა მოხდეს მაინც ძლიერად უნდა იყოს და არ უნდა დაეცე კიდე ეს არ მესმის მაიკო ასათიანს რო 1000 მაია ასათიანს მაიმე ღმერთო გაგიჟეს ქალი და ქალი ლამის გააგიჟეს ჯერი შვილი სიკვდილი ხო რაჭკოაზე უნდა იყოს ერთადერთი შვილი ყავდა ისაც მიწაში ყავს და შენ ესე მსგავს რაღაცებს წერ და უკეთებ საერთოდ თუ გააკრეს მე მგონი ყველა პლატფორმიდან გააკრეს არა იმაში არის YouTube-ში იმაში არის TikTok-ში მოვადება ხო რაღაცა ხაზი შექმნა იმისი სახის მოულისისი ხო ხო რაღაცა გააკეთა შრატი აი ხო კოსმეტიკის ხო აი მოდი ხვალე ჩავწეროთ კოსმეტიკაზე აი რას ვიყენებთ რას არ ვიყენებ აი ესეთ რაღაცებს ჩავწეროთ ხადღეს ვაიმე ერთსაძე წავსულვართ ხალხო მე კიდევ ლაპარაკობ იმას კი არ ვუყურებ ხალხო დაკვირვებული ვარ როცა გარეთ გავალთ და გარეთ ვიღებთ ხოლმე იმას რა ქვია ვიდეოს და დავდივართ ხო არა აუც იმას კი არ იმასიავს რა ქვია კი არ გავასწრაფად როცა ვზივართ სახლში და ვსაუბრობთ რაღაც თემებზე მაშინ გავარდება უცბად ავაყოლმე 1 საათზე წეღან 35-ზე იყო და რანაირად ავარდა ისე უცბად 1 საათი და 18 წუთი 1 საათი 18 წუთი და 20 რაღაცა წამი წავედი ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბა ჰო კარგად იყავით მაგრად იყავით მშვიდობიანი საღამოს გისურვებთ გამრავლდით გაბედნიერდით მართლობას გისურვებთ კარგად ყოფნას გისურვებთ და რა ვიცი ყველაფერს საუკეთესოს ბაი გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო უყურეთ რეკლამებს დაწერეთ კომენტარები დიდი მადლობა ყურებისათვის თქვენით არის ეს არხი გაძლიერებული და განვითარებული